2013 წელი აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით წყლის გველის წელიწადია. მომავალი წლის ტენდენციებზე ასტროლოგები და დიზაინერები საუბრობენ. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რა სამოსია მოდური და როგორ უნდა მოვიპოვოთ გველის კეთილგანწყობა, ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე. გველი ის ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც აუცილებლად ითხოვს მოკლე გზების ძიებას, ბიზნესკენ მიმოვალ. ზედმეტ ენერგიას ძალას იგი არ ხარჯავს. გველი აუცილებლად ითხოვს ადამიანებისგან რეგენერაციას, ანუ ზომას უჭირს, იგი ტყავს იცვლის. რისთვის ხდება ეს? პირველი ნახევარი წლისა გაცილებით რთულია, დაწებულია. მას ჯერ კიდევ აქვს ეს დრაკონის რთული პერიოდის გადმონაშთები გარკვეულწილად. და აქედან გამომდინარე, წლის პირველი ნახევარი ბევრს შეუქმნის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. შეიძლება იყოს გარკვეული ექსტრემალური სიტუაციების. მეორე ნახევარი უფრო მშვიდია ამ მხრივ. კანისფერ, რომელიც ესეთი აქტუალური ფაქტორად არასდროს არ ყოფილა. ტოპები, რომელიც საქართველოში სხვათა შორის ძალიან მარტივად აითვისეს და უკვე აქცენტირებულად აცვიათ და ესეთი სანატრელი დეკოლტეები, ესეთი ფურფუშები, წიგდახურული და ზურგი აბსოლუტურად მოხდილი, რომელიც ასევე ჰიტია სეზონის. 2013 წელს ყველაზე აქტუალური, ეს არის აქცენტირებული წელი, ქვემოთ გაშლილი ქვედაბოლოები, ისევე დეკოლტე.